ვართ. მოიწიეთ, აი, როგორ ვყიდით ამ ავტომობილებს. შეხედეთ? და როცა ვერ ყიდიან ავტომობილებს, მე კეტავენ ცენტრს. და იმ კაცმა რა ქნას ახლა გუშინ წინ რო იყიდა შენთან და რა უთხარი გარანტიას გაძლევო. გაუმარჯოს ბიჭებს. აი, რა გარანტიას აძლევ? დაიკეტა ცენტრი არ არის. და მიდის კაცი განაწყენებული და მე აგინებენ ავტომობილებს. ამიტომ მომხმარებლები სწორდნენ. მომხმარებელი ვისიც არის ეს ავტომობილი? ხო, ეს ავტომობილი. კი, თან მეგრელები არიან ბატონო. მეგრელები აბა სხვაგან რო არ იყიდიან ხო იცით ავტომობილს. მეგრელები და სვანები სხვაგან რო იყიდიან, მანქანა შენ სამსახურიდან გაგიშლენ. მაგას თუ დავაფიქსირებთ. როგორ უნდა შეიძინოს მეგრელმა და სვანმა სხვაგან მანქანა და კიდე დარჩენილ საქართველოს. შეუძლებელია. გილოცავთ ამ ავტომობილს და ძალიან მაგარი ავტომობილია. ხო ხედავ დღეს მაინც შეიძლება ადამიანს ფული ქონდეს, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, როცა შენ 5 ლარიანი ბენზინი უნდა ჩაასხო. ნამდვილად. ცარიელი შოურუმი გამოაჩინეთ, ცარიელი შოურუმი. ახალი კანონი დაგეხმარათ, თუ თქვენ ხართ მაგრები. ჩვენც მაგრები ვართ, ბატონო გელა ტრაბახის გარეშე. აი შეხედეთ, აიცავა ჩვენი ცენტრი, ვინაიდან ჩვენ რეალურად უმუშაობთ. ხო იძახოდნენ, რომ მე ჯიტურის დილერი ვარ. შენ ვინ გეკითხება, ვინ რისი დილერია, ხო? შენ თავარია ლიცენზია ქონდეს ავტომობილის გაყიდვის, გაიგე? და ახლა გუშინ რაღაცა დაიწყე, აგრესიით კი არ უნდა დაიწყო ბიზნესი უნდა დაიწყო სინდისით, ნამუსით, კაცურა და მოდი და ბევრ რამეს გასწავლი კიდევ. აქტია ბატონო გელა, აი აქ სუჯეტურები იდგა და არც ერთი აღარ დგას ახლა. თითქმის ყველა ავტომობილი ამოიყიდა ბათუმშიც, ქუთაისშიც და ველოდებით 14 დღეში ველოდებით ისეთ ავტომობილებს, რომ საქართველოში ჯერ ნამყოფიც არ არის. აბა ბიჭებო, გისურვებთ წარმატებას და თქვენი იმედი მაგ და მიხედეთ საქმეს. აბა